უფლის მიერ არის ნაბრძანები ეს იოანეს სახარებაში, როდესაც ნიკოდიმოს ეუბნება, რომ სულისაგან უნდა იშვეს კაცი, ანუ მეორე ჩობაზე საუბრობს იქ მაცხოვარი და ასევე სხვაგან ბრძანებს, რომ ვინც არ იშვეს სულისაგან და წყლისაგან იგი არ შევა, ვერ დაიმკვიდრებს სათა სასუფეველს. ამიტომ ეს ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა, როცა ადამიანი ქრისტიანი ხდება. ყველა ეს გარემოება, რაც თქვენ ბრძანეთ, ასახულია სწორედ იკონოგრაფიაში და უნდა ითქვას ისიც, რომ იკონოგრაფია ეს არის სწორედ ღვთისმეტყველება, როგორც ასე რომ ვთქვათ, ვიზუალური ღვთისმეტყველება, რომელიც როგორც ბასილი ბრძანებს, გამოხატულია ფერებითა და ხაზებით. ანუ როგორც ნებისმიერ ჩვენ ხატმეტყველება უნდა განვიხილოთ, როგორც დარგი ღვთისმეტყველებისა. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. მეორე სხევის შემთხვევაშიც ახლა სახარების მიხედვით ხმა გაისმა მხოლოდ, ხო? ღრუბელი აგრილობდა ხმა გაისმა. ზეციდან და ხმას ამაზე უკეთესად ვერ გამოსახავს ადამიანი, ვიდრე ზეციდან გარდამავალი სხივი. სულიწმინდა ტრედის სახით და